გამარჯობათ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია კვაშილავა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის დოქტორი. ასევე მუშაობ მათემატიკური ლინგვისტიკის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოგეხსენებათ, რომ მათემატიკური ლინგვისტიკა ერთგვარად საინტერესო მიმართულება. თქვენ ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე ცნობილია, რომ მათემატიკური ლინგვისტიკაზე საქართველოში საკმაოდ წარმატებულად მუშაობდნენ გასულ საუკუნეებში ქართველი მეცნიერები და შესაბამისი კრებული გამოდიოდა საქართველოში, თბილისში, არლონ ჩიქობავას ინსტიტუტის სახელით, რომელიც ცნობილია. და ამ წიგნში ბევრი საინტერესო სამეცნიერო ნაშრომებია დაბეჭდილი. ეს იმისთვისაა სათქმელი, რომ ბევრმა შეიძლება არც იცის მათემატიკური ლინგვისტიკა რა სამეცნიერო მიმართულებაა. ახლა ჩვენ შემდეგ გადაცემაში და ახლაც აღნიშნავთ, რომ რიგ რაღაც დეტალებს, რომელიც წინა გადაცემაში შეგვერდით, ეს იყო ფაზისის აკადემიის შესახებ ვისაუბრებდი. სიტყვა ფაზისი შეიძლება ბევრისთვის არ იყოს ცნობილი. ეს სიტყვა ფასისის ფორმით არის ბერძნულში შემონახული. ქართული სიტყვა, ანუ უძველესი პროტოქართველური, ანუ პირველი ქართველური ენობრივი სისტემაში ფაზისი, ანუ ითქმებოდა ფათის, ანუ ბერძნები, რომლებიც ჩამოვიდნენ 2800 წლის წინ პირველად წარმოთქვეს ფათის. ფათი არის უძველესი პროტოქართველურ ენაზე წარმოდგენილი ფათი. ეს ტოპონიმი ას ნაცვლად შემდეგ ხდება ლინგვისტური კანონზომიერი გადასვლით ა გადადის ოში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საერთო ქართული ენობრივი სისტემის მიხედვით ა იქცევა ოდ. როცა ის ზანურში, ანუ კოლხურ ფორმაში გადადის. მაგალითად, სიტყვა სწორედ ასეთი შესატყვისობებით არის ქართულსა და მეგრულ შორის, ლაზურსა და ასევე სვანურ შორის. ანუ ის ენობრივი ფორმები, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართულში, მეგრულში, ლაზურში, სვანურში, ეს არის საერთოდ კანონზომიერი შესატყვისები. ეს არის კაცი, კოჩი, ჭაშ, ქათამი, ქოთომი, ქოთუმი და ასე შემდეგ. მაგალითად, ქათამი სიტყვა, რომელიც არის ქართული, ყოველი ქართული ა მეგრულში, ლაზურში მოცემულია როგორც ო. ამიტომ ქათამი მეგრულში ითქმება ქოთომი. ხოლო ლაზურში მ ბაგისმიერი ბგერის გავლენის შედეგად მ მოქმედებს ოზე და იქცევა უდ. ანუ არის ქათამი, ქოთომი, ქოთუმი. აი ეს კანონზომიერებები ცნობილია, თუ შესაძლებელია თქვენთვის ყურადღება რომ მიაქციოთ, ამისთვის მე წიგნს დაგისახელებთ ჰაინც ფენრიხი სარჯველაძის წიგნი, ეს არის ქართველური ენათა ეტიმოლოგიის ლექსიკონი, 2000 წელსა გამოცემული, ადრეული გამოცემებიც არის ცნობილი, მაგრამ ამ გამოცემის ამოღება თქვენ შეგიძლიათ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური საიტიდან. და იქ გადაახედავთ, რომ რატომ არის ეს ენობრივი სისტემები ერთმანეთთან კავშირში. ესე ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური, ეს ერთი ენობრივი სისტემა დროთა განმავლობაში, რომელიც დაიშალა და სამწუხაროდ ბევრმა არა ლინგვისტმა და საერთოდ კლასიკური განათლების არ ქონე ადამიანებმა არ იციან ეს. ამიტომ ამ ენობრივ სისტემებს ქართულს, მეგრულ, ლაზურს, სვანურს 1895 წელს შუხარტმა, ჰიუგო შუხარტმა, გერმანელმა მეცნიერმა უწოდა ქართველური ენათა ოჯახი. ამ სისტემით არის გაერთიანებული ესენები. ახლა, რადგანაც ფათზე ვსაუბრობდით, სიტყვა ფათი, ანუ შემდეგი პროცესის მიხედვით ა-ოთ იქცევა და ჩვენ მივიღებთ ფათი, ფოთი. რადგანაც ფ ბაგისმიერი ბგერა არის მეგრულში, ო, როგორც ლაზურში, უდ იქცევა და ამიტომ მეგრულში გვაქვს ფუთი ფორმა. ფათი, ფოთი, ფუთი. ახლა შევხედოთ ეს სიტყვა ფათი, როცა ბერძნები აქ ჩამოვიდნენ,
ბერძნული დაბოლოებით ის დაბოლოებით, ანუ s დაბოლოებით პატისა იღებს. აი ესეთი ფორმა არის შემონახული ძველ ბერძნულში. მაგრამ დროთა განმავლობაში დიალექტი, რომელიც არის ბერძნულში ის, რომელიც გაბატონდა კლასიკური გაგებით, ტს ნაცვლად ს წერს. ანუ ბერძნულში, თავად ბერძნულში ტსა და ს-ს მონაცვლეობა თავისუფალია, ამიტომ ფათისის ნაცვლად ამბობს ფაზისი. ფასისი. ესე იგი ფათის, ფასის. ბევრ შემთხვევაში სვგერა ორხმოვან შორის განსაკუთრებით გერმანულ ენებში და შესაძლებელია გერმანულ ტექსტებში ფასისი არ წარმოითქმებოდა, რა თქმა უნდა ცნობილია, რომ ის ითქმება ფაზისი. ამიტომ ქართულში ორივე ფორმა არის მიღებული ფასისის და ფაზისი. მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა ფასისი, მაგრამ ფაზისის აკადემიის სახელით აღადგინეს 1974 წლის 29 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიამ, საქართველოს საისტორიო საზოგადოებამ, საქართველოს კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საზოგადოება ცოდნის სახელით ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა. ფაზისის აკადემია ქვია ჩვენს აკადემიას. მაგრამ წარმოვიდგინოთ ახლა საიდან მოდის ეს სიტყვა, ამაზე ვჯელობდით ჩვენ. ფაზისი, ფასისი. ეს თქვით რომ ბერძნული, ანუ ფათი სიტყვის ბერძნული წარმოთქმა არის ფათის, ფასის. საინტერესოა ის რომ რიონს, რომელსაც ბერძნული წყაროების მიხედვით ფასისი ქვია, დინარი ფასისი. არ არსებობს ძველი ბერძნული ლიტერატურა, სადაც რიონი ფაზისის სახელით არ იყოს ნახსენები. ეს საკმაოდ ბევრ მასალას მოიცავს. ძველ ბერძნული ლიტერატურა 2000 ტომზე ცოტა მეტია, ლათინური ლიტერატურა აქვე, რომ წარმოვიდგინოთ, აი ესეთი ამ მოცულობის ლიტერატურაში ზოგჯერ ფაზისი არა მარტო რიონს ქვია, არამედ ჭოროხსაც მოგვიანო პერიოდში და არა მარტო ამ მდინარეებს, არამედ სხვა მდინარეებს ევროპისას, დუნაის და ასე შემდეგ. მაგრამ ეს რა არის? რადგანაც ფაზისის დაკავშირება პირდაპირ არგონავტების მითთან არის დაკავშირებული, არგონავტების მითი ძალიან ცნობილი მითია ძველი პერიოდიდან, ამიტომ რადგანაც ამ მდინარეს ასეთი დიდი სახელი ჰქონდა, სხვა მდინარეებსაც უწოდებდნენ. ეს ასე თუ ისე ცნობილია. ფაზისი რა არის ეს სახელი? საიდან იქნა აღებული? აი ამაზე ჩვენ სამეცნიერო ნაშრომი დავწერეთ. ისევ ქართველური ენობრივი სისტემის მიხედვით, მაგალითად გამყრელიძე მაჭავარი ენციკლი სონანთა სისტემა აბლაუტი ქართველურ ენებში, რომელიც 1965 წელს არის გამოცემული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, იქ არის კანონები, წესები, რის საშუალებით შეგვიძლია ჩვენ აღვადგინოთ 4000-5000 წლამდელი საერთო ქართველური ენობრივი სისტემა, პროტოქართველური ენა. ეს შესაძლებლობა ხდება მაშინ, როცა გვაქვს მოცემული სიტყვები ქართულში, მეგრულში, ლაზურში და სვანურში შესატყვისებები, ანუ როგორც ვთქვით, კაცი შესატყვისია კოჩი, შესატყვისია ჭასვანური, აი ესეთი წესებით ხდება რეკონსტრუქცია, ანუ ყოველივე 4-ვე ენობრივ სისტემაში მოცემული ფორმებით ხდება აღდგენა 5000, 4000 6000 წლამდელი ენობრივი სისტემისა და ეს ცნობილია ლინგვისტებისთვის და ეს ლინგვისტური კანონები ყველა სამეცნიერო მიმართულებით ამით, როგორც მათემატიკაში გამრავლების ტაბულაა ცნობილი, აი ესეთი წესებია. ყველა ეტიმოლოგიის ლექსიკონში დასაწყისში არის მოცემული ცხრილი სწორედ ამ გადასვლის ფორმულებისა, როგორც შესატყვისება ქართულ ხმოვანს მეგრულში რა ხმოვანია, ანუ ქართულ ხმოვან ას შესატყვისება მეგრულში ხმოვანი ო, აი ეს წესები მოცემულია როგორც ცხრილი სახით ეტიმოლოგიის ლექსიკონში. ჰაინც ვენრიხი, გერმანელი ქართველოლოგი, საკმაოდ მაღალი დონის ეს ყველასთვის ცნობილია, მან კიდევ გამოცა გერმანულად ქართველური ენების ეტიმოლოგიის ლექსიკონი ცალკე, რომელიც გერმანიაში ბრილის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი. აი ეს ლექსიკონები გვაძლევს, ეტიმოლოგიის ლექსიკონები გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ წინარე პროტოქართველური ენა და ამ წესით აღდგება ეს ენობრივი სისტემები.
ფათი, ესე იგი, ჩვენ ვთქვით ფათი, ფოთი, ფუთი. ფათი ეს არის პროტოქართული ენობრივი სისტემიდან, რომელიც ქართულში უნდა ყოფილიყო ფათი, მაგრამ ასეთი ფორმა აღარ არის შემონახული ქართულში, სამეთველოში. გვაქვს ფოთი. ფოთი ეს არის უკვე კოლხური, ანუ ზანური ფორმა და შემდეგში როცა კოლხური, ანუ ზანური დაიშალა მეგრულაზურად, მივიღეთ ფუთი. სხვათა შორის ეს ფათის ფორმა, როგორც წარმოთქმეს, ბერძნება ფასისი ვთქვით და თითქმის ყველა ევროპულ ენებში და თურქულ ენაშიც ამ ფორმიდან არის აღებული ფასში არის მაგალითად თურქულად. თქვენ ამას რუკებზე როცა დახედავთ, ესე იგი ამას დაინახავთ როგორ აწერია. არ არსებობს რუკა ევროპაში გამოცემული მე-12, მე-13, მე-18 საუკუნის ჩათვლის, სადაც ფაზისი რიონს არ აწერია და ეს დინარეს გარდა ქალაქსაც ჰქვია ფაზისი. ანუ დღევანდელ ფოთზეა საუბარი. ახლა წარმოვიდგინოთ, კითხვა ასეთია, რას ნიშნავს ფათი ქართულად და რატომ შემოინახა ეს სიტყვა ასეთი ფორმით და რატომ ეწოდა ქალაქს ასევე მდინარეს, ესა უმთავრესი. ბერძნული წერილობითი წყაროები აღნიშნავენ, რომ ფათი, ანუ ფასისი ბერძნულად ასეთი ბერძნული ფორმებით, ანუ ბერძნული ჩაწერით, ბერძნული წარმოთქმით, ფათი, რომ წარმოითქმება ფათის, ანუ ფასისი, ეს არისო კოლხების ღმერთის სახელი, მდინარის ღმერთის სახელი. საინტერესოა ეს მოსაზრება და ამ მოსაზრებას ყურადღება მიაქცია ქართველმა არქეოლოგმა მიქელაძემ და მან თავის ნაშრომში აღწერა, რომ ეს ფაზისი არის, რა თქმა უნდა, კოლხების მდინარე. ანუ ეს ციტატა ბერძნულში წერია ფასისი არის კოლხების მდინარე. ეხლა გავშალოთ კოლხების მდინარის ღმერთის სახელი, ანუ წყლის ღმერთის სახელია. ბერძნული მითების მიხედვით გენეალოგია ღმერთებისა საერთოდ ეს ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული 2800 წლის წინ ჰესიოდეს ღმერთთა შექმნაზე ლაპარაკი, ანუ ესე ღმერთების ჩამოყალიბებაზე. იქ წერია ფასისი, სყავს შვილი კოლხოსი. კოლხოსიდან ასევე წერია ბერძნულად, რომ ეს არის კოლხების სახელი აქედან აღებული. კოლხოს ყავს შვილი ჰელიოსი, ანუ ზიზღმერთი. ზიზღმერთს, ანუ ჰელიოს შვილად ყავს აიეტი და ეს უკვე ვიცით, აიეტის ოჯახი, პასიფაე, კეირკე, აქტისი, პერსე, პასიფაე ვთქვით, კირკე ვთქვით და ეს თელი დიდი ოჯახი, ამის გარდა კიდე ყავდა და ძმები, მთელი შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების, რეგიონების მმართველები იყვნენ ბერძნული მითების მიხედვით. ახლა გავანალიზოთ. ესე იგი, ფასისი ბერძნულად არის გააზრებული, ანუ ბერძნულ ტექსტში მოცემულია, რომ ფასისი ეს არის კოლხების მდინარის ღმერთის სახელი. და როგორც ვთქვით, ამ საკითხს ყურადღება მიაქცია მიქელაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის კოლხების ღმერთი. მაგრამ გავიაზროთ ლინგვისტურად, რომელიც ჩვენ სამეცნიერო ნაშრომშიც ძალიან კარგად ლინგვისტურად, ლოგიკურად ჩამოყალიბებულია, აი ამ სისტემით როგორი ფორმა უნდა მივიღოთ, რომ ნამდვილად არის თუ არა ღმერთის სახელი ეს ტერმინი, ანუ ფასისი, ფათისი, ანუ ფათი. აღმოჩნდა, რომ ლინგვისტურად თ გერასთან ერთად არის ადრეულ პერიოდში სთ ერთად. ანუ არის სიტყვები, რომელიც რაღაც პერიოდში სთ მოცემულობით იყო, შემდეგში ს ქრება და თ რჩება. ეს საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული გამყრელიძე მაჭავარინის წიგნში სონათა სისტემა და აბულაუტი ქართველურ ენებში, როგორც ვთქვით 1965 წელსა გამოცემული. მე რომ ვთქვა, ეს წიგნი ძალიან მაღალი დონის გამოცემა, საკმაოდ მაღალი დონის. ეს არის ქართველოლოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, მე რომ ვთქვა, შესაბამისი ჯერჯერობით არ დაწერილა. ყოველ შემთხვევაში ამ
რანგის ნაშრომი მე არ მაქვს წარმოდგენილი. ამ წიგნში, როგორც ვთქვით, ანუ თ-ს წინარე პერიოდი არის ს-თ. ამიტომ ფათი სიტყვა უფრო ადრეულ პროტოქართველურ ენაში, ანუ საერთო ქართულ ენოვან სისტემაში გვექნებოდა ფასთი. აი ახლა აქ უკვე ვინც სვანური კარგად იცის, ისინი ძალიან კარგად მიხვდებიან, რომ სვანურში ბევრ შემთხვევაში არის, მაგრამ გამორიცხული შემთხვევებიც არსებობს, როცა უც ხდება. თუმცა ეს კანონზომილი შესატყვისი არ არის უსი, მაგრამ სვანურში დღეს ხდება სიტყვა ფუსტი. ფუსტი. ვინც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ვინც სვანური კარგად იცით, ფუსტი არის ღმერთი, უფალი. აი ამ სიტყვის მნიშვნელობის ახსნის დროს აუცილებელია ლინგვისტური ცოდნა ამ ენობრივი სისტემებში ხმოვნებისა და თანხმოვნების შესატყვისობა და მეგრულის, ლაზურის, სვანურის ცოდნა გვაძლევს ყოველ შემთხვევაში მთლიანად ქართულის წარმოდგენას. აი ვერ ახსნიდით ვერანაირად ფასტის, ანუ ფათის, ფასისის ნიშნულობას თუ სვანურ მონაცემებს არ დავეყრდნობოდი. ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში, რომ სქემების მიხედვით, ყოველ შემთხვევაში ეს სქემა, რომელიც დეტერსმა მოგცა, საერთო ქართული ენობრივი სისტემა, ანუ უძველესი ენა, რომელიც 7000-6000 წლის წინ იყო, დაიშალა ასეთი სახით, ესე იგი საერთო ქართული ენობრივი სისტემა, შემდეგ არის პროტოქართული ენა, ის დროთა განმავლობაში რიგი ფაქტორების მიხედვით იშლება სვანური და ესე იგი მარცხენა მხარე ავიღოთ და მარჯვენა კოლხური ქართული. შემდეგ რაღაც პერიოდის გასვლის დაახლოებით 2000 წელი ან 1500 წელი, ამის გასვლის შემდეგ ხდება წინარე სვანურიდან სვანური ჩამოყალიბება, ხოლო აქედან ესე იგი კოლხურ ქართული კიდევ იშლება. კოლხურს მეორენაირად ზანური ქვია, ზანური უწოდა აკაკიშანიძემ, უკაცრავად აკაკიშანიძემ უწოდა კოლხური, ხოლო არონჩიკობავამ უწოდა ზანური. ესე იგი კოლხურ ქართული გაიშალა კოლხურ და ცალკე ქართულად. ახლა გვაქვს სამი. შემდეგ პერიოდის გასვლის შემდეგ სვანური უფრო ჩამოყალიბდა თანამედროვე მნიშვნელობით, კოლხური დაიშალა მეგრულ ლაზურად, ხოლო ქართული თანამედროვე ჩამოყალიბდა. ესე იგი ჩვენ დღეს გვაქვს 4 ენობრივი სისტემა, რომელიც წარმოიშვა ერთი ძირითადი ენიდან, რომელსაც ქვია სფუძე ენიდან, ეს არის საერთო ქართული ენა და მას პროტოქართული ენა ქვია. ეს ტერმინები ლინგვისტიკაში პირობითია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით 7000 წლის წინ, 6000 წლის ჩვენი წინაპრები თავი საკუთარ თავს რას ეძახოდნენ, ამიტომ ეს ტერმინები, როგორც ვთქვით, შუხარტის და ბევრი მეცნიერის, განსაკუთრებით გერმანელი მეცნიერების, დეტერსის და ასე შემდეგ მათ მიერ მიღებულია და ეს დამკვიდრებულია საენათმეცნიერო თეორიაში, ეს ტერმინები. ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ, სვანურის მონაცემის მიხედვით საკმარისი გახდა გაგვეაზრებინა სიტყვა ფათი, ფასისი, ფათისი, ფაზისი, უფლის, ანუ ღმერთის სახელია, მდინარის ღმერთის სახელია, ასე ამბობს ბერძნული ტექსტები და ასევე ეთანხმება მიქელაძე. აი, ლინგვისტიკა უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ არქეოლოგიური მასალა, ტექსტობრივი მასალა და კიდევ სხვა რამე ინტერდისციპლინარული მიდგომით გვაძლევს სრულ პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, ფასისი, ანუ ფასტი, ფუსტი, ეს არის ფათისი, ანუ ფაზისი, ფასისი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ტერმინი ახსენით. ამ ტერმინს აქვს ძალიან დიდი გამოყენება, ყოველ შემთხვევაში ეს ტოპონიმი ძალიან ბევრჯერ არის ნახსენები ბერძნულ წერილობით წყაროებში. მაგალითად, ძირითადად ორ ადამიანზე ეს გამოყენებული. ფაზისელი აიეტი, ბერძნულად ასე წერია, ფასისელი აიეტი, ფაზისელი ასული. ფაზისელი ასულში იგულისხმება მედია.
ზოგჯერ შეიძლება ზოგიერთმა მეცნიერმა უწოდოს ფაზისელი კირკე, ფაზისელი პასიფაი, მაგრამ ძირითადად ბერძნულწარების მიხედვით მხოლოდ ფაზისელი აიეტი და ფაზისელი მედია ცნობილი. ფაზისელი აიეტი კიდევ ასევე ნახსენებია კუტაიელი აიეტის სახით, ანუ ქუთაისი არის და მოგეხსენებათ რომ მდინარე რიონი ქუთაისზე გადის. ძველი ბერძნულწარების მიხედვით კოლხეთის ანუ აიეტის საგამგებლო სივრცის დედაქალაქი იყო ქუთაისი. მას ზოგჯერ აია ქვია, კუტაია ქვია, მოგვიანებით ქუთაისია. მაგრამ აქ გავიაზროთ რომ ეს სიტყვა, ეს ტოპონიმი ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ბერძნულ წერილობით წყაროებში მოცემული ფორმით. ბერძნულ წყაროები კუტაიას ასევე უწოდებს ჭოროხის პირაზეც არის ესეთი დასახელებით, მაგრამ ასეთი დიდი მასშტაბით არა. ასევე ნახსენებია კუტაია დღევანდელი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მთელი მაკრიალი, ასე აქვს ნახსენები აპოლონის ლოდოსის არგონავტიკაში და იქვე არის კუტაია დღევანდელი ტროასთან ცოტა ახლოს. აი ეს ადგილი ტროასთან ახლოს არის ეს კუტაია, დღესაც არის თურქეთში ეს დასახლება, დამსახელით არის შემონახული და მთა იდას მთა არის სწორედ ამ ადგილას. მაგრამ ვიცოდეთ რომ მთა იდა ასევე არის კუნძულ კრეტაზე. და კიდევ კუნძულ კრეტაზე ასევე ნახსენებია კუტაია. აი ეს ყველაფერი წერილობით ძეგლებში მოცემულია. როგორ აგერ კავკასიაში, საქართველოში კუტაია, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, დასავლეთ ნაწილში და ასევე კრეტაზე. ამის ახსნა შეიძლება მხოლოდ ერთი მნიშვნელობით, რომ ეს არის მიგრაცია, ანუ ხალხთა გადასახლება ხდება, გადასვლა და ეს თავისი ტოპონიმები მიაქვს ამ ტომებს, ქართველურ ტომებს. მაგალითად შედარებისთვის რომ გავიგოთ, მაგალითად ემიგრაციაში რომ ნაწილი რომელიც წავიდა ინგლისიდან, თავიანთი ტოპონიმები ჩაიტერეს ასევე საფრანგეთიდან და ეს ტერმინი ტოპონიმები როგორც ამერიკაში ასევე კანადაში შესაბამისად არის მოცემული. ეს თანამედროვე შეხედულებით კარგად არის ცნობილი, თანამედროვე სამეცნიერო წრე ამას დიდი რამე ახსნა არ ჭირდება. აი სწორედ ასეთია, ანუ ქართველური მოსახლეობა როგორც კავკასიაში, მთელი თურქეთის ტერიტორიაზე და ეგეოსის ზღვისპირეთში, განსაკუთრებით კრეტაზე, ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით ამას გვაძლევს ამის გარკვევის საშუალებას. აი კუტაია, რომელიც არის მოცემული ბეხაზოვანში, ნახსენები, აი ეს არის კუნძულ კრეტაზე, ჰერაკლიონის დასავლეთით და ჩვენ ახლა სამეცნიერო ექსპედიციის დროს როცა ვიყავით, ამ ადგილას მოვინახულეთ, ეს დღეს უკვე სოფელია, ამ სოფლის დასახელებას ახლა ჯერ არ ვაპირებ, იმიტომ რომ ძირითადად კუტაია კრეტის ადგილმდებარეობა კრეტაზე არ იყო მთლად გარკვეული და ჩვენი სამეცნიერო ექსპედიციის დროს ეს მე დეტალურად გავარკვიე. ახლა ვთქვათ, ესე იგი ფაზისი, ანუ უფლის სახელია, ძველი წარმართული, ანუ წყლის ღმერთის სახელია. აი ეს თქვით რომ ფაზისი აიეტია, ფაზისელი აიეტია, ან კუტაიელი აიეტი და ფაზისელი მედია. ზოგჯერ შეიძლება ფაზისელი კირკეც იყოს, მაგრამ ძველ ბერძნულ წყაროებში ესე ხშირად არ იხსენიება. თუმცა მე ესეთი დასახელებით, ასეთი ფორმით მე არ მინახავს კირკესთან დაკავშირებით. აიაიელი კირკე კი გამიგია, ბერძნულად ეს წერია, ანუ აიას იგივე კოლხეთია, აიაიელი კირკე, აიაიელი მედია, როგორც ჰომეროში, ისევ აპოლონის ლოდოსელის არგონავტიკაში ეს ნახსენებია. ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ფაზისი ასეთი ისტორიის მქონეა, ნუ ყოველ შემთხვევაში რატომ ჩამოყალიბდა აკადემია? ფაზისის აკადემია. ძირითადად ეს რომ გავარკვიოთ, ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გავითვალისწინოთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დასავლეთში მოთხოვნილება იყო აბრეშუმზე და აღმოსავლეთში, ჩინეთში აბრეშუმის წარმოება იყო. ანუ მიწოდება და მოთხოვნა ეს ელემენტარულია ეკონომიკაში, ამიტომ
როგორ უნდა გადმოეტანათ ჩინეთიდან დასავლეთ ნაწილში ჯერ ათენში და მე ათენი იყო მაშინ ძირითადად იმ ძველი სოფლიოს ცენტრი და შემდეგში რომი ხდება ცენტრი. აი ამ ორ ქალაქში ძირითადად მოთხოვნა იყო აბრეშუმზე და მიწოდება იყო საჭირო ამისთვის. ამიტომ მიწოდება აბრეშუმის გზი სხვადასხვა მიმართულებებით ვიცით და ერთ-ერთი გზა აბრეშუმის ერთ-ერთი ხაზი ასე რომ ვთქვათ გადის საქართველოს ტერიტორიაზე პირველ მეორე საუკუნეებში მესამე მეოთხე და ასე შემდეგ. აქეთ საუკუნეებში. ახლა გავიაზროთ ეს ტყვარი და რიონი. ესე იგი თუ აბრეშუმი მოქონდათ ამურდარის გაყოლებაზე ეს არის დღევანდელი ყირგიზეთი, ჩრდილოეთი, ავღანეთი და ასე შემდეგ ამურდარის გაყოლებაზე მე გზები იქ საკმაოდ იყოფა ერთი ირანისკენ მიდის მაგრამ ნაწილი ერთი გზა მოდის სწორედ კასპიის ზღვის ჩაყოლებით კასპიის ზღვა ან შემოულის ან გადააქვს კასპიის ზღვით და გადმოდის ტყვარზე ტყვარი და რიონის ახალ შესაერთებლები არ არის თლად მაგრამ 1-20 კილომეტრი შეიძლება ნაკლებიც იყო ან მეტი ეს არის თანამედროვე ხარაგაულის რაიონი სადაც აი აქ შეიძლებოდა გადაეტანათ საქონელი და შემდეგში რიონის შესართავთან გადაქონდათ ერთ-ერთ შესართავში და მე დინარით ახერხებდნენ ჩატანას ზღვაში და ის ფაზისი სადღაც დღეს ფოთი მდებარეობს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. ამიტომ ძველ წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში სოფლიოში როცა პირველად ლიდიაში მოიჭრა ფული აი მეორედ ცნობილია რომ ფული მოიჭრა ფაზისში და ეს კოლხური მონეტის სახით ანუ კოლხური თეთრის სახელით არის ცნობილი ფაზისის ფული ფაზისში მოჭრილი ფული ეს არის საერთაშორისო დანიშნულებით ნუ ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო ფულია და რამდენიმე ნაწილი დღეს უკვე ევროპის მუზეუმებში ნახება ამ ფულების სხვადასხვა ვერსიები, სხვადასხვა ვარიანტები, საქართველოს საკმაოდ ბევრია შენახული მუზეუმში და მრავალ ადგილებშიც იქნა აღმოჩენილი. ერთ შემთხვევაში მოხდა რომ მე როცა ინდოეთში ვიყავი ერთ-ერთ მუზეუმში მივამსგავსე ფული კოლხურს და იქაც ამიხსნეს რომ ასე არისო თუმცა მე დადასტურებულად ამის თქმა არ შემიძლია იმიტომ რომ მასალა პირდაპირ არ მინახავს მაგრამ ის მოხაზულობით ფორმით რომელიც არის მოცემული ინდოეთში ძალიან საინტერესოა თუ ეს ასე არის და ფიქრობ რომ მე ეს ასე არის კოლხური მონეტა იქ აღმოჩნდა მაგრამ კითხვა გჭდება როგორ მოხდა ინდოეთში აქედან ეს ფული. ამის გამო ისევ ვეძებე გამოსავალი ბერძნულ წერილობით წყაროებში და პლინიუსი ერთ ადგილას განიხილავს პლინიუს უფროსი სავაჭრო გზებს, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კონტექსტში და იქ არის აღნიშნული რომ ფაზისიდან, ანუ ფაზისელები, ну ახლა მოკლედ ყვები ეს ასე არ არის თლა დაწერილი, მაგრამ შინაარსობრივად რომ გავიგოთ, სავაჭრო ურთიერთობების გამო ჩავიდნენ ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც კონცხია. ეს წერია და იქვე აღნიშნულია რომ შრი-ლანკაზე, ანუ შრი-ლანკასა და ინდოეთის კონცხს შორის რაც სივრცე იმის სახელებს წოდებებს მოგაწვით, ანუ თავად ინდოეთის კონცხს ქვია ინდოეთის კოლხეთი, ძველ ბერძნულ ტექსტში პლინიუს უფროს უწერია, ხოლო თავად ყურეს შრი-ლანკასა და ინდოეთს შორის მდებარეს კოლხეთის ყურე ერქვა. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს წერია და აქ ჩანს რომ ეს ვაჭრები კომუნიკაციას ამყარებდნენ ადგილობრივ პირებთან და ჩამოქონდათ სავაჭროთ ალბათ ეს გაქონდათ ათენში და შემდეგ მოგვიანებით ანუ დროთა განმავლობაში პოლიტიკური ცვლილებების შედეგად რომელი ქალაქი უფრო ძლიერი ხდებოდა იქიდან ხდება ეს სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და კომუნიკაცია გაქონდათ სპილოსძვალი სანელებლები და ასე შემდეგ. მოკლედ როცა საჭიროა მოთხოვნილება მიწოდება აუცილებელი და აი ეს ხდებოდა
ფაზიში სტრაბონი წერს მრავალ ენაზე მოსაუბრე ხალხი ხდებოდაო და იქ გაისმევოდაო ნუ ყოველ შემთხვევაში ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილიდან მარგიანადან ჩამოსული ხალხი ანუ ბაქტრიისა და მარგიანის კულტურა ძალიან მაღალი დონეზე იყო ეს ცნობილია თქვენთვის და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ვაჭრები ესე იგი გაცვლას ან გაყიდვა ასე რომ ვთქვათ ხდებოდა აი ამ ტერიტორიაზე სადაც ზღვაში შექონდათ მერე ნივთები და ჩაქონდათ დასავლეთში ამიტომ მოიჭრა პული ამ ადგილას რადგანაც ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები განვითარდა ამიტომ საჭირო გახდა ამ ქალაქის გაფართოება და თავისთავად ბუნებრივად ქალაქი ფართოვდება, ყალიბდება უფრო სხვა სტანდარტით და ჩვენ ასე თუ ისე პირველ-მეორე საუკუნის მოცემულობა იმისა რომ იქ იდგა გარნიზონი რომაელებისა ეს შესაძლებელია აღვიქვათ იმ რომ ჩანახატები არსებობს ზოგი მეცნიერისა რომელიც აქ მე-19 საუკუნეში საქართველოში ჩამოდიოდნენ და მათ წიგნებში აღნიშნულია და სხვათა შორის ეს ძალიან კარგად აგვიხსნა და გაგვიანალიზა არქეოლოგმა ვახტანგ ჯაფარიძემ და მას დიდ მადლობას ვეუბნებით რომ ამ დეტალებზე ყურადღება მიგვაქცევინა. ეხლა თუ ასე არის ფაზისი ესეთი მნიშვნელოვანი ადგილი გახდა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გამო დროთა განმავლობაში ეხლა პირდაპირ ჩვენ ვიცით რომ ალბათ მე-7 საუკუნეში ძველწესახლის ალბათ მე-6 საუკუნეში უკვე კარგად ჩამოყალიბებულია ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ან 2600 წლის წინ ფაზისი დროთა განმავლობაში ეკონომიკური განვითარების შემდეგ აუცილებელი გახდა კომუნიკაცია ფართოვდება სხვადასხვა ქვეყნებიდან ხალხი ჩამოდის და აქ ქალაქად იქცევა ეს დასახლება ამიტომ დროთა განმავლობაში საჭირო გახდა უმაღლესი სასწავლებლის შექმნა თქვენ მოგეხსენებათ რომ პლატონის აკადემია დაარსებული მე-5 საუკუნეში ქრისტეს შობამდე ანუ 2500 წლის წინ და შემდეგ ხდება მისი მოსავლის არისტოტელეს ლიცეუმი ეს ორი ძალიან ცნობილია და 154 წელს ჩვენი კვლევების თანახმად 15 ივლისს ფაზისში დაარსებული იქნა აკადემია ფაზის აკადემიას პირობითად ვუწოდოთ რიტორიკული სკოლა რომელსაც ჩვენ ვიგებთ თემისტიოსის სიტყვიდან 355 წელი დაახლოებით თემისტიოსის საჯარო გამოსვლის სიტყვა ცნობილია თემისტიოსი გახდა პაფლაგონიელი ფილოსოფოსი 6 ბიზანტიის იმპერატორი რჩეველი კონსტანტინოპოლის პრეფექტი და იყო ასევე სენატორი ასეთი დიდი გავლენების მქონე პოლიტიკოსი და საკმაოდ მაღალი დონის ფილოსოფოსი ჩვენ ვიცით ის იყო არისტოტელეს ნაშრომების კომენტატორი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თემისტიოსის საჯარო სიტყვა რომელიც დაახლოებით 28 ზოგჯერ 34-ია ნუ ყოველ შემთხვევაში 34 ვთქვათ 27 საჯარო სიტყვა ჩვენ ვიცით ეს პირველად გამოაქვეყნა სიმონ ყაუჩიშვილმა გეორგიკაში და თარგმანიც არსებობს ამ ნაწილისა ამ საჯარო გამოსვლის სიტყვაში ის ახსენებს მე განათლება მივიღე ფაზისის მახლობლად აი ეს სადაც ერთმა სათლობ და ბრძენმა ადამიანმა შექმნა ეს და აქვე ახსენებს მამამისაც ევგენიოსაც სასწავლებელში მამის რჩევით წამოვიდა ამ ციტატაში ეს აზრი გულისხმება ამ საჯარო გამოსვლის სიტყვაში ეს იკვეთება და თავად მამაც ასე ახსენებს განათლება ევგენიოსმა ფაზისში მიიღო ფაქტობრივად ამ სიტყვაში თემისტიოსის სიტყვაში არის ნახსენები ერთი ბრძენი და სათნო კაცი აი ეს მეცნიერულად დღემდე არ იყო გარკვეული ჩვენი სამეცნიერო კვლევების თანახმად გავარკვიეთ რომ არა 274 წელს სავარაუდოდ ვამბობდით ადრე რომ თემისტიოსი მამა რადგანაც სწავლობდა ევგენიოსის სავარაუდოდ ის უნდა ყოფილიყო დაბადებული 274 წელს და აი აქედან ვითვლიდით ფაზის აკადემიის დაარსებას სავარაუდოდ ადრეულ პერიოდებში მაგრამ ჩვენი კვლევები
15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ძირითადად უკვე გავარკვიეთ, რომ ფაზისის აკადემიის დამაარსებელი გახდათ მარკიონ ფაზისელი, ფაზისის ეპისკოპოსი, პირველი ქართველი ქრისტიანი მეცნიერი, რომელმაც რედაქტირება მოახდინა ახალი აღთქმისა. ახალი აღთქმის ტექსტების რედაქტორი გახდათ მარკიონ ფაზისელი, სამწუხაროდ ქართული საზოგადოებისთვის და სამეცნიერო წრეებისთვის საერთოდ უცნობი, მაღალი რანგის ფილოსოფოსი, მსოფლიო მნიშვნელობის ფილოსოფოსი, მსგავსი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ პეტრე იბერზე და პეტრე იბერი ეს უკვე მოგვიანო პერიოდია მასთან შედარებით, აი ესეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ტექსტების მცოდნე, ძველი ბერძნულისა და ძველი ლათინურის თავისთავად და ასევე ძველი ებრაული ტექსტებისა, რომელსაც განათლება ალბათ ამბობენ, რომ რომელმაც მიიღო განათლება პლატონის აკადემიაში. მერე გახდა ქრისტიანი. დაიბადა სინოპში. და ეს საოცარი ის არის, რომ სინოპი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძველი პროტოქართველური ტომების, განსაკუთრებით მაკრონების დასახლების ადგილი და ხალიფების ეს რუკებზე ჩანს, ძველ რუკებზე ევროპაში გამოცემულ, ან კიდევ მასთან დაკავშირებული მონათესავე ქართველური ტომების დასახლება. ამიტომ ვარაუდობენ მეცნიერები და მეც ამ ვარაუდს მიყვები, რომ სინოპი ძირითადად იყო ქართველური ტომების დასახლება, რა თქმა უნდა, მოგვიანო პერიოდში ბერძნები მოდიან და შემდეგში რა თქმა უნდა ეს თურქული გახდა. აქ ამ სინოპში, ამ პერიოდში ძირითადად მაინც იყვნენ ქართველური ტომები, ბერძნები და ებრაელები. ებრაელები მათ ჩამოყავდათ ოჯახის ეს წევრი, რომელიც არის ძალიან მდიდარი, პირველ საუკუნეში ძალიან რომსა და ისრაელს შორის ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ამიტომ პირველი საუკუნის ქრისტიანებს საკმაოდ ებრძოდა რომის იმპერია და ამიტომ ამის ოჯახი ეს ყოველ შემთხვევაში მე როგორც მაქვს წარმოადგენილი მარკიონის ბაბუა ძალიან გავლენიანი პირი იყო რომის იმპერიაში. მამაც თავისთავად ბაბუის სახელი ჩვენ არ ვიცით წყაროების მიხედვით, მაგრამ მამის სახელი პალმოსი. ზოგჯერ ბევრი მეცნიერი ფიქრობს მას ქვია ფილოლოგუსი. თუ ეს ასე არის, ფილოლოგუსი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის. ერთ-ერთი ქართველი, რომელიც ნახსენებია ახალ აღთქმაში, რომაელთა 16-15-ში, ეს არის ფილოლოგუსი. წმინდა პავლე ასე მოიხსენიებს. ასევე ფილოლოგუსთან ნახსენებია მისი მეუღლე. აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისთვის. სწორედ ამას უკავშირდება ანდრია პირველწოდებულის შემობრძანება საქართველოში. სწორედ ამ ხაზით, სინოპით, ფაზისით, ბათუმის გავლით, ფაზისი, დიოსკურია, დღევანდელი სოხუმი და ასე შემდეგ. ეს ოჯახი სინოპში, როგორც ვთქვით, სავაჭრო გემების ფლობელი იყო და მდიდარი გავლენიანი პირები იყვნენ რომის იმპერიაში. როცა გაქრისტიანდნენ, რა თქმა უნდა, პირველ საუკუნის ქრისტიანებს ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა. ფილოლოგუსი, ბაბუა, რომლის სახელი არ ვიცით, მარკიონისა. ამიტომ ჩამოიტანა პავლემ რამდენიმე წიგნი, თავისი 10 წიგნზეა საუბარი და სახარების ერთ-ერთი წიგნი, რომელიც არის ლუკას სახარება და ეს აქვს ყოველ შემთხვევაში შემდეგ ეძლევა იოანეს ხელით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, მინიატურა არის გაკეთებული მე-11 საუკუნის ბერძნულ და ლათინურ ბიბლიის ნაწილები. ერთი არის დღეს ამერიკაში შენახული, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და მისი მასალას დავამუშავეთ და გვაქვს ეს ფოტო, ბევრჯერ ვაჩვენეთ და Facebook-ზეც დავდებით. მეორე არის ეს ერთი ნაწილი ბერძნულია, ბერძნული სახარება, რომელიც ამერიკაში ინახება და მეორე ბელგიაში ინახება, რომ ლათინურია. ორივე სახარება, სადაც იწყება იოანეს სახარება, გამოხატული ასეთი მინიატურა, დაბრძანებულია სკამზე და მაგიდასთან ზის წმინდა იოანე მოციქული და ფეხზე დგას მარკიონ ფაზისელი.
თუ მარკიონი დაიბადა ახალი წეთაღრიცხვის 85 წელს, მაშინ დაახლოებით 14-15 წლის იქნებოდა, როცა გაიცნო იოანე მოციქული. თქვენ მოგიხსენებათ, რომ იოანე მოციქული ღრმა ასაკში იყო, რომ გარდაიცვალა, ერთადერთი მოციქული. მოკლედ, პირდაპირ კავშირი ქართველს, პირდაპირ კავშირი მოციქულებთან, აი აქედან ჩანს და სწორედ ეს ოჯახი განაპირობებს ქრისტიანობის გავრცელებას სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, კოლხეთში. მარკიონ ფაზისელის მამა, ფილოლოგუსი 70 მოწაფეთა შორის ერთადერთი არის ნახსენები და ეს არის ქართველი კაცი. ეს არის დიდი ამბავი ჩვენი ისტორიისთვის. ამიტომ ქართული ქრისტიანული, ანუ საეკლესიო განსაზღვრებით საქართველოში უკვე პირველ საუკუნეში ეპისკოპოსი ხელდასმულია ანდრია პირველწოდებულის ხელით. ეს ბერძნულად წერია. ამიტომ იწოდება საქართველო მოციქულთა ეკლესიად. ანუ მოციქულების მიერ არის დაარსებული ეს ეკლესია და ამიტომ ვამბობთ, რომ ქართული ქრისტიანობა არის 2000 წლის. ჩვენ ახლა ოფიციალურ აღიარებას, რომელზეც სახელმწიფოებრივი აღიარება ქონდა, ეს რა თქმა უნდა წელს აღნიშნავენ 1700 წელს, ამას ახლა ჩვენ არ ვეხებით, თუმცა აქაც გვაქვს მოსაზრება, რომ 317 წელს მოხდა ოფიციალურად აღიარება ქრისტიანობისა. ეს შემდეგი შაბასი უნდა დავიწყოთ ამაზე, რადგანაც მასალები არსებობს, როგორც წერილობითი წყარო, ისევე ასტრონომიული მონაცემები, თუმცა ახლა ამ დეტალებზე ჩვენ არ ჩაუღრმავდებით. მაგრამ 326 წელი მიღებული არის მე როგორც გავერკვიე რამაზ პატარიძის ქალიშვილის ლეილა პატარიძის ნაშრომის მიხედვით, მაგრამ ეს ფილოლოგიური კვლევა არის, აქ აუცილებელი საჭიროება როგორც რელიგიური, ასევე ასტრონომიული მონაცემების გათვალისწინება და ჩვენ ვიცით ასტრონომიული მონაცემების მიხედვით 317 წელი უნდა ავიღოთ. დიდი ხანია ეს უკვე ცნობილია. მაგრამ მოსე ჯანაშვილი წერს, რომ 325 წელს მოხდა ოფიციალურად საქართველოს გაქრისტიანება. დავანებოთ ახლა ამ თემას სხვადასხვა აღრიცხვის თვალსაზრისით, მაგრამ ძირითადად რაც ვიცით ბერძნული წერილობის წყაროების მიხედვით, რომ სწორედ მარკიონ ფაზისელი, მამამისი ფილოლოგუსი იყვნენ ეპისკოპოსები, ერთი იყო სინოპისა, ანუ ფილოლოგუსი სინოპის ეპისკოპოსი იყო, ხოლო მარკიონ ფაზისელი ფაზისის, ანუ ფოთის ეპისკოპოსი. როგორც ჩანს, დაახლოებით 65 წელი ან 70 ეს გასარკვევია ანდრია პირველწოდებულთან არის ეს დაკავშირებული, ზუსტი თარიღი არ ვიცით მისი შემობრძანებისას, ზოგჯერ 60 ამბობენ, ზოგჯერ 65. აი იმ პერიოდში ეკურთხა ალბათ ფილოლოგუსი პალმოსი, როგორც ეპისკოპოსად, ხოლო ვაჟიშვილი მარკიონი ფაზისელი ალბათ 115 წლიდან ან 110 წლიდან ახალი წეთაღრიცხვით 138 წლამდე იყო ფაზისის ეპისკოპოსი. შეიძლება 140 წლამდეც. აი ეს ისტორია პირდაპირ გადაჯაჭვული ფაზისის აკადემიის ისტორიასთან. ფაზისის აკადემია ამ საფუძველზეა ჩამოყალიბებული მარკიონ ფაზისის, ანუ აქ არის წარმოდგენილი როგორც ქრისტიანული სახე და ასევე პლატონის ფილოსოფიური ნაერთი. ერთად. აი ეს აკადემია სწორედ ამიტომ ირჩევს ამ გზას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია და ამას უფრო დეტალურად კიდევ შემდეგ გადაცემებში გავშლით, რომ მე-6 საუკუნემდე არსებობდა ფაზის აკადემია. ზოგი მოსაზრება არსებობს ევროპელი მეცნიერებსა, განსაკუთრებით თუ რუდოლფ შტაინერს დაუჯერებთ, მარკიონი ფაზისელის ამ დიდი დაარსებიდან გასულია, ყოველ შემთხვევაში ფაზის აკადემიის დაარსებიდან 1300 წელი, 1200 წელი, მე-12 საუკუნეში მოღვაწეობდა, აქ განათლება მიიღო ფაზის აკადემიაში, რუდოლფ შტაინერი ასე წერს, ფრანცისკე ასიზელმა. ეს ცნობილი ბერია. თქვენ ყოველ შემთხვევაში მე-6 საუკუნემდე ნამდვილად არსებობდა ფაზის აკადემია. დავასახელებთ ახლა, ესე იგი მარკიონ ფაზისელი იყო დამფუძნებელი ფაზის აკადემიისა. შემდეგ
სწავლობდა ბერძნულწერილობის წყაროების მიხედვით ევგენიოსი, თემისტიოსი, საოცარია რომ წმინდა ბასილ უფროსით ამაზეც მოსაზრება აქვს უცხოელ მეცნიერს რომ ის ფაზის აკადემიაში სწავლობდა წმინდა ბასილ უფროსის ოჯახიდან 9 წმინდანია გამოსული მისთან ერთად რომ დავიანგარიშოთ აქ არის ნახსენები ბევრი ქართველი მეცნიერის ნაშრომში იოანე ლაზი პეტრე იბერი ფარტაძი აიეტი გუბაზი ნახსენები და როგორც თქვით ჩვენ შემდეგში დავასახელეთ ფრანცისკე ასისელი აი ეს მოცემულობა აი ასეთი სწავლულები ყავდა ფაზის აკადემიას ჩვენ ხო ვთქვით რომ ფაზის აკადემია ეს არის უმაღლესი რიტორიკული სკოლა და ეს პიროვნებები დაკავშირებული არიან ფაზის აკადემიასთან როგორც შეიძლება მოსწავლე სახით ანუ როგორც სტუდენტი ასე თანამედროვე გაგებით როგორც მასწავლებელი ეს ახლა ზუსტად ყველაფერი წერილობით წყაროებით არ არის ცნობილი მაგრამ ასეთი მოსაზრებები არის ახლა გავიაზროთ ბევრი წერილობითი წყარო ასე თუ ისე განიხილავს რომ ბევრი რომლებიც არიან წარმოდგენილი ისრაელში ეს არის პეტრე იბერი და მასთან დაკავშირებული იოანე ლაზი ანუ ის ითვლება მის მასწავლებლად პირველი ქრისტიანული ქართული ტაძარი რაც ვიცით არქეოლოგიურად აღმოჩენილია ისრაელში ახლოს ბეთლემთან ახლოს იერუსალიმთან ახლოს და ეს ჩვენ ვიცით რომ პირველი ქართული წერილობითი ძეგლი 4000 უკაცრავად 430 წლითაა დათარიღებული სწორედ ეს უკავშირდება ფაქტობრივად წერითი სისტემის შექმნა მისი ჩამოყალიბება განვითარება აი ირიბად ფაზის აკადემიასაც უკავშირდება აი ესეთი ისტორიის მქონეა ფაზისის აკადემია და ამას სჭირდება ყურადღება შესაბამისი დამსახურების თვალსაზრისით როგორ ვთქვათ ეხლა ეს მაგრამ შესაბამისად უნდა აისახოს და აქედან გამომდინარე თუ 154 წლის 15 ივლისს დაარსდა და ეს წერილობით წყაროებში ჩვენ გამოვთვალეთ და გამოვიანგარიშეთ და ეს მნიშვნელოვნად ზუსტია მაშინ ჩვენ ფაზის აკადემიას უსრულდება პირველი პერიოდიდან 1900 წელი დაახლოებით ამ სიდიდის ამ ტიპის ორგანიზაცია საქართველოში არ არის საერთოდ ნუ როგორი ასეთი ცნობადობით ინფორმაცია კონდეს არ არის ფაზისის აკადემია ეს პლატონის აკადემიის არისტოტელეს ლიცეუმის დარი უმაღლეს სასწავლებელი იყო დღევანდელი გაგებით რომ წარმოვიდგინოთ ფაზისის აკადემია ეს ისეთია როგორც ესე იგი ფაზისის აკადემია, პლატონის აკადემია და არისტოტელეს ლიცეუმი, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი შედარებისთვის ვამბობთ ამას, რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ. იმდენად მნიშვნელოვანია ფაზისის აკადემია, რომ მე ხლა შემიძლია გაგახსენოთ თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილია მარგარეტ ტეტჩერის ესე იგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზრება, რომელიც მან 1991 წლის 1 აპრილს თბილისში, როგორც ვთქვით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა ოფიციალურ სიტყვაში თქვა შემდეგი: თქვენ ქართველები, რა თქმა უნდა, უძველესიერი ხართ, რომლის კულტურა მთელ სოფლიოშია ცნობილი. მომახსენეს რომ თქვენთან მე-4 საუკუნეში მოქმედებდა სახელგანთქმული ფაზისის რიტორიკული სკოლა, რომელშიც ბევრი ბერძენი სწავლობდა, მასშა სადამე ისერი, რომელიც ბერძნებზე უკეთ დახელოვნებული იყო მჭერბეტყველებაში, მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს. 91 წელს ეს განაცხადა მარგარეტ ტეტჩერმა. თქვენ მოგეხსენებათ რომ 1974 წლის 29 ივნისს ქალაქ ფოთში, ამაზე საუბრობდით ჩვენ წინა გადაცემაში და დღესაც ვახსენეთ, ესე ქალაქ ფოთში
სადაფუძნებლო კრების მონაწილეთა შემადგენლობა მაღალი სამეცნიერო რეიტინგის მქონე ჯგუფისგან შედგება ეს ქართველი მეცნიერები აკადემიკოსი ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია აკადემიკოსი სიმონ ყაუჩიშვილი აკადემიკოსი შალვა მირანაშვილი აკადემიკოსი ეგნატი ფიფია აკადემიკოსი თეოფანე დავითაია აკადემიკოსი შოთა ძიძიგური აკადემიკოსი ლეონიდე გორგილაძე მაშინ 1974 წელს აკადემიის წევრ კორესპონდენტი ანდრია ფაკიძე აკადემიის წევრ კორესპონდენტი მიხელ დარასელია აკადემიის წევრ კორესპონდენტი კონსტანტინე ბარამიძე პროფესორი ოთარ თაქთაქიშვილი პროფესორი დამიანე გოგოხია პროფესორი ილია ტაბაღუა მაშინ დოცენტი ცოდნე ბირცხულავა და სხვები საკმაოდ დიდი ესია ამ მაღალი რანგის მეცნიერების სადაფუძნებლო კრების ოქრის მიხედვით ფაზის აკადემია ხელახლა აღდგა განახლდა 1974 წლის 29 ივნისს ფაზის აკადემიის პირველ რექტორად რომელსაც შემდეგში პრეზიდენტი ეწოდა გახდათ შემდეგი ცნობილი გამორჩეული მეცნიერი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი აკადემიკოსი პროფესორი გიორგი ჩიტაია ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელი ის მეთაურობდა ფაზის აკადემიას 1974-დან 1996 უკაცრავად 1986 წლამდე ხოლო 1986-დან 1996 წლამდე ხელმძღვანელობდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ილია ტაბაღუა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ის თავის წიგნში წერს რომ მე ამირჩიეს ფაზისის აკადემიის პრეზიდენტად ანუ ფაქტობრივად ტაბაღუას დროს უკვე ტერმინი პრეზიდენტი არსებობს ის ყოველ შემთხვევაში ალბათ დოქტორი აკადემიკოსი პროფესორი გიორგი ჩიტაიას დროს ალბათ მოგვიანებით პრეზიდენტის სახელით იწოდებოდა თუმცა ეს დოკუმენტებში არ გვაქვს მაგრამ დოკუმენტურად ილია ტაბაღუა რომ ფაზის აკადემიის პრეზიდენტად იწოდება თავის წიგნშია მოცემული 1996 წლიდან 2010 წლებში ფაზის აკადემიას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი პროფესორი ცოდნე მირცხულავა ვახსენეთ რომ დამფუძნებელი კრების მონაწილე იყო მაშინ დოცენტი იყო 1974 წელს ბატონი ცოდნე მირცხულავა გახდა საქართველოს წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი 2010-დან 2020 წლებში ფაზის აკადემიას ხელმძღვანელობდა ეკონომიკის დოქტორი ნუგზარ ნადარაია ქალაქ ფოთის ყოფილი მერი და 1900 2022 წელს შედგა არჩევნები და ხმათა უმრავლესობით ერთხმად არჩეული გავხდი მე გიაკვაშლავა რომელიც ფაზის აკადემიას უკვე 4 წელია ხელმძღვანელობ დაახლოებით ასე იქნება ცნობილია რომ სწორედ ფაზისის აკადემია ამ ღირებულებებზე დგას ანუ ასეთი ფასეულებები ასეთი ისტორიის ქონია და ფაზის აკადემიას აქვს მოსაზრება მის წევრებს ფაზის აკადემიას უნდა კონდეს 1900 წლის თავთან დაკავშირებით უძრავი ძეგლის სტატუსი ანუ ნივთიერი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი თუ რა როგორ არის ეს განსაზღვრულობა ეს უკვე დამოკიდებულია იურიდიულ საკითხებზე ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში რომელიც ამ ღირებულებებზე დგას და მას აქვს დაახლოებით 1900 წლის ისტორია ძვირფასო ტელემაყურებლებო თუ ჩვენ ისტორიას პატივს ავცემთ და ჩვენ თუ მარტო ისტორიის სახით ვიქნებით შემონახული რა თქმა უნდა თანამედროვე პერიოდში ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი განვითარება და წინსვლა მარტო ისტორიით ცხოვრება არ არის საკმარის მაგრამ რადგანაც ეს ისტორია გაქვს ამას პატრონობა ჭირდება და ასე მარტივად ამისი არაღიარება და მიღება და გააზრება რომ არ ქონდეს არ შეიძლება იმიტომ რომ ერი რომელიც ყველაფერს თავის წარსულის
წარსულის მნიშვნელოვან მიღწევებს თუ დაკარგავს, აბა როგორი ქრისტიანები ვარ ჩვენ როცა მოვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. წინაპრების მოხსენება აი ესეთი სახით უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ღირებულებების გაცოცხლება სწორი ფორმით და არა რაღაცა ისეთი, რომელიც მე უარყოფითი სახით ისახება. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს, რა თქმა უნდა და ამას გაფრთხილება ჭირდება ქართველებო. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამ თემას ჩვენ კიდევ გავშლით შემდეგ გადაცემაში, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ. და როგორც არის ჩვენს ლოზუნგში, ფაზის აკადემიის ლოზუნგში უფალი ჩემი სინათლეა. აი უფალმა უნდა გაგვინათლოს გზა მეცნიერების მიმართულებით, სხვათა შორის ფსალმუნში ასეთი წინადადებაა ნათქვამი: ვუგალობოთ ღმერთსა მეცნიერებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით შემდეგ ხუთშაბათს ისევე შვიცარზე გავაგრძელებთ ფაზის აკადემიის კვლევებს ამ გადაცემის პირდაპირ ეთერს. დიდი მადლობა ქართველებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვნად უყურებენ ჩვენს გადაცემას და ეს ჩანს Facebook-ზე და YouTube-ის არხზე. კარგად ბრძანდებოდეთ, ბედნიერად, გამარჯვებულად ვიყოთ ქართველებო.